მეწარმეებს, რომლებმაც პროტესტის გამო მერიის საშობაო ბაზრობაზე უარი თქვეს, ონლაინ პლატფორმა Happy New Year გააერთიანებს. განცხადების მიხედვით პლატფორმის დახმარებით შეგიძლიათ არა მხოლოდ კატეგორიების თვალსაზრისით მარტივად შეარჩიოთ საახალწლო საჩუქრები თქვენი საყვარელი ადამიანისთვის, არამედ სოლიდარობა გამოუცხადოთ მეწარმეების პროტესტს. მიგვაჩნია, რომ წელს დედაქალაქის ქუჩებში პროტესტის ხმა ყველგან უნდა ისმოდეს. ვკითხულობთ განცხადებაში პლატფორმის შექმნის წინაპირობა კი ის არის, რომ გასულ დღეებში 300-მდე მეწარმემ ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მხარდასაჭერად უარი თქვა მერიის მიერ ორგანიზებულ საშობაო ბაზარში მონაწილეობასა და წლის ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო პერიოდში შემოსავლის მიღებაზე. დღეს სწორედ ერთ-ერთ მათგანს Brand Science და მის დამფუძნებელს ნინა სლეფჩენკოს მასპინძლობთ პირდაპირ ეთერში. ნინა, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, სტუმრობისთვის გადაცემაში და თქვენ ხართ იმ მეწარმეებს შორის 300-ზე მეტი მეწარმე, რომელიც უკვე გაერთიანდა ერთი მიზნით, რომ უარი თქვან პროტესტი გამოუცხადონ იმ სახალწლო საშობაო ბაზრობას, რასაც მართავს ხოლმე ყოველწლიურად დედაქალაქის მერია. ნინა, პირველ რიგში მინდა თქვენ გადაწყვეტილებაზე. რა იყო მისი მიზანი, რა საფუძველი ეტო ამ ყველაფერს და რა ამდენად, ასე ვთქვათ, გაცნობიერებული გქონდათ ბოლომდე, რომ ის რისკი, რის წინაშეც დადგებოდით ბიზნესურად, ხო, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე შემოსავლიანი ალბათ განსაკუთრებით მცირე მეწარმეებისთვის, განსაკუთრებით ამ პროფილის ბიზნესებისთვის ეს პერიოდი, როდესაც არ ვიცი რა, რამდენი თვის შემოსავალი გენერირდებოდა თქვენ შემთხვევაში ამ პერიოდში. მოგესალმებით. მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმები მაყურებელს. ავეცდები, რომ რაღაც ისე თამიმდევრულად ვისაუბრო და ზედმეტად არ ვიღელოთ, თუმცა მუდმივ სტრესში ვიმყოფებით ყველა, 2 კვირის უძინარი ქვეყანა დგას ქუჩაში. და ვიზღაასოს თუნდაც ან ბიზნესი, ან რამე სხვა პრობლემა, მთავარია შვილები დავიცვათ და არ ვიცი, სიცოცხლე შევინარჩუნოთ. მძიმესი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. წინაპირობა იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება მიგვეღო, ამაზე ორი აზრიც არ არსებობდა, იმიტომ რომ არაფერი არ არის იმაზე მნიშვნელოვანი ეხლა, რომ ქვეყანას ვკარგავთ, რომ საოცარი, უნიჭიერესი, საუკეთესო ახალგაზრდობა და ბავშვები ჯარდებულების სკამზე და ციხეში ნაცემები და ნაწამები სხედან და ამაზე დიდი ბოდიში, მაგრამ არ შემიძლია რომ დასაწყისში არ ვთქვა, იმიტომ რომ ეს არის ის პოზიცია, რომელიც მე მგონი ყველამ უნდა გააჟღეროს და ყველა სადაც მიგვიწვდება საშუალება უნდა ვთქვათ და ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ. კი, სხვათა შორის ზუსტად გუშინ იყო ჩვენს ეთერში პლატფორმა Free Business-ის პრეზენტაცია. გიორგი ჩუგოშვილმა დააფუძნა ბიზნესმენმა ეს პლატფორმა და ყველა ბიზნესს, აი მათ შორის ამ ეთერიდანაც კიდევ ერთხელ ვეტყვი ჩვენს მაყურებელს, რომ შეუძლია გაერთიანდეს თუ ეთანხმება ორ მთავარ, ასე ვთქვათ, მოწოდებას, ერთი პატიმრების გათავისუფლება და მეორე ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა და მათ შორის თქვენს პატიმრების გათავისუფლებით დაიწყეთ და ალბათ თქვენთვის ეს ორი უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომელსაც უახლოეს დროში უნდა მივახციოთ. მე არ ვიცი რა სიტყვებით, ყველა საშუალებით ყველა მიმართავს საზოგადოებაც და ყველაზე საუკეთესო მისი განათლებული ნაწილი. ვცდილობთ ვისაუბროთ და ვესაუბროთ იქით ამ ხარეს, მაგრამ ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ამას ვერ აღიქვავდე, ან რამ შეიძლება ესე გაგაჩუმოს, დაგამონოს და არ ვიცი. დაგიპყროს რა შიშმა ან რა სხვა პრობლემამ. იმიტომ რომ წარმოუდგენელია სრულიად ესეთი მდგომარეობა, დაუშვებელია. ზოგადად კაცობრიობის რაღაცა მოჯადოებულ წრეზე დადის კაცობრიობა და არ წარმომიდგინა რომ 21 საუკუნეში ისევ აი ესეთი გამოწვევების რაღაცა ადამიანობის კრიზისის ესეთი წინაშე დავდგებოდით. არა მარტო ჩვენი ქვეყანა, ზოგადად სოფლიოში ძალიან რთული მდგომარეობაა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ჩვენზე ვისაუბროთ, ხო? და წარმოუდგენელია ის, რომ კარგი ვიღაცა იცავს საკუთარ თავს, თავის ფულს, ბიზნესს, არ ვიცი მე რაღაცას, ხო? მაგრამ
ყველაზე მთავარი მცნებები დგას ეხლა აი ამ დევს ამ სასწორზე. ეს არის ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის შენარჩუნება, თავისუფლება და ჩვენი შვილების და ჩვენი სიცოცხლის დაცვა. ხო და ნუ ეს აი დასაწყისისთვის რაც მინდოდა მეთქვა და იმედია ნინა, ეს აუცილებელი იყო ჩემი აზრით და შემდეგ შეგვიძლია ეს ვისაუბროთ უკვე აი იმ გამოწვევებზე, რაც თქვა ბიზნესში. ხო, აი ეს მაინტერესებდა, იმიტომ რომ ეს 300-მდე მეწარმე, რომელიც გაერთიანდით და ერთხმად გამოუცხადეთ პროტესტი ამ ბაზრობას, ძირითადი შემოსავალი, რომელსაც ელოდებით ხოლმე ალბათ მთელი წლის განმავლობაში, სწორედ დეკემბერში იყრიდა ხოლმე თავს. ამის შემთხვევაში აი ეს პროტესტი თავის მხრივ რა ფასის გადახდა სითხოვს ბიზნესისთვის, რამდენად მძიმე რეალობა ბიზნესური კუთხით რომ შევხედოთ. ძალიან მძიმე. იმიტომ რომ ზოგადად წინა წლიდან მოყოლებული ნელ-ნელა კი არა, საკმაოდ სწრაფად კლებულობდა ყველანაირი გაყიდვა და შესაბამისად ხარჯები გვეზრდებოდა და შემოსავალი მცირდებოდა. უამრავი უნიჭიერესი საუკეთესო ბიზნესი თავისი ხარისხით, ნაწარმით, იდეით დადგა ძალიან დიდი პრობლემის წინაშე გადარჩენის მდგომარეობაშია, თვით გადარჩენის. და ერთადერთი ახლა ესეთ კრიზის ალბათ ბევრი ვერ მოველოდით მაინც ასეთ გამწვავებას, ამიტომ ყველას მეტნაკლებად ჰქონდა იმედი, რომ რაღაცა, იმიტომ რომ ძალიან დიდი წილი მოდის შემოსავლების საშობაო წინა საახალწლო გაყიდვებზე. მთელი წლის ძალიან დიდი პროცენტი და მით უმეტეს წლის განმავლობაში, როცა თითქმის არ ქონდათ გაყიდვები, მსგავს ჩვენნაირ ბიზნესს და ჩვენც მათ შორის, ნუ აი, არ ვიცი, გამოკიდებულები ვართ რაღაცა ბეწვზე ვკიდივართ ყველა. და ესეც რომ, რა თქმა უნდა, ანუ ძალიან, ნუ არ ვიცი, მძიმე გადაწყვეტილება იყო, ეს იყო შეუძლებელი იყო სხვა გადაწყვეტილების მიღება. პირველ რიგში, ამიტომ მძიმე ის რომ ანუ ჩვენ შევძლებთ თუ არა შენარჩუნებას იგივე ჩვენი ბიზნესის და მე საქმის გაგრძელებას და საერთოდ ექნება თუ არა მას აზრი იმედი მაქვს რომ პირველ რიგში პროცესი ძალიან კარგი პროცესი დაეწყო პარალელურად ამ განწყობებასთან ერთად რომ საოცარი ერთობა ერთმანეთში გვერდში დგომა საოცარი ადამიანმა ერთმანეთს გავიცანით დავდექით ერთად და ეს ძალიან დიდი ძალა ჩვენ მეტობავში ვართ ჩვენ ეს არჩევნები ჩვენი მოგებულია და უბრალოდ პროპაგანდის მანქანის დამსახურებაა ის რომ რაღაცა ნაწილს ეშინია და გონიათ რომ ისინი არიან მეტობაში სინამდვილეში ჩვენ ვართ მეტნი და ჩვენი ძალა მით უმეტეს რომ ესე გავერთიანდით ძალიან მათ შორის რა მნიშვნელობა აქვს ბიზნესის ერთობას იმ ბიზნესის რომელიც თავის მხრივ არის დიდი დოვლათის შემქმნელი და ბიუჯეტში მნიშვნელოვანი გენერაციის შემოქმედი, ხო? კი, ძალიან ნახარებს. მცირე მეწარმეები, დიდები მსხვილები, არ ვიცი, აი თქვენი სექტორი, აი ეს ინდუსტრია, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ იდგეს ერთად და მათ შორის ხმა გავიგოთ იმ ბიზნესებისაც, რომელიც ჯერჯერობით კი, იმედი მაქვს, რომ ეს ბიზნესებიც დროულად გამოფხიზდებიან, იმიტომ რომ ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება, რომ ეხლა დღესაც კი კიდე ჩუმად იყო. მაგრამ ბიზნესი ქვეყნისთვის და ქვეყნის შემოსავლისთვის ძალიან დიდი ძალაა. ჩვენი გადასახადები ინახავს, ხო, საკმაოდ დიდი წილი უჭირავს ქვეყნის კეთილდღეობის. და ამიტომ ერთიანობამ ყველამ ძალიან გაგვახარა, რომ ძალიან სწრაფად მოხდა ჩვენი ერთად დადგომა და ბევრნი ვართ ძალიან. ამიტომ არ ვიცი ჩვენ არ ვიცი შემძლებთ ბევრს, იმიტომ რომ გვაერთიანებს ერთი მთავარი მიზანი. რომ ეს ქვეყანა დავაბრუნოთ ევროინტეგრაციის გზაზე და გავაგრძელოთ კიდევ უფრო ერთობით და კიდევ უფრო მეტი ძალით იმ სიკეთეებისკენ სვლა, რაც მოუტანს ქვეყანას გაბრწყინებას.
აი ნინა, თქვენი როგორც მეწარმის მაგალითზე რომ ვისაუბროთ ევროკავშირის მნიშვნელობაზე, თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესს პოლიტიკურ-ეკონომიკურ გაერთიანებაში ჩვენი შესვლა რამდენად მნიშვნელოვანია, როგორც მოქალაქისთვის, როგორც ბიზნესისთვის, თქვენი გადმოსახედიდან? ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ უდიდესი ბაზარია. რომელიც პატარა ქვეყანას თავისი პატარა ბაზრით ძალიან ჭირდება იმისათვის, რომ გაზარდოს შემოსავლები და საერთოდ ქვეყანაც გააძლიეროს. ევროპულ ქვეყნებში მცირე და საშუალო ბიზნესს ძალიან დიდი ყურადღება ექცევა და ეს უკვე დიდი ხანია არის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი, რომელსაც თვითონ თავრობა, ქვეყნების მთავრობები აქცევენ ყურადღებას და ყველანაირ ხელშეწყობას ამ ბიზნესის ფეხზე დგომის და განვითარების და წინსვლის. მხოლოდ ჩვენთან ხდება, რომ ეს არის სადღაც, იმიტომ რომ პოლიტიკა ესეთი ქვეყანაში უკვე დიდი ხანია, ძალიან წლებია, მრავალი წელია. განათლების არ დაბალი დონე ისევ იგივე ჯაჭვში ვართ, დაყავი და იბატონე. ანუ აი დააპირისპირე ერთმანეთს, დააჭყობე და მე და პლუს ამყოფე შემოსავლის გარეშე. რომ იყოს იმდენად დამოკიდებული იყოს შენზე, რომ 100 ლარათაც 50 ლარათაც შეძლო მათ იყიდო ადამიანი და ან ვიღაცის ბიზნესი ვთქვათ. და დააშინო. ევროპის ქვეყნებში რაც შეეხება და იმ ევროკავშირის პროგრამები რო არ ყოფილიყო USAID-ის პროგრამები, რომლებიც ჩვენ მათ შორის და ჩემი ახლო ბიზნესი უამრავი უკარგესი წლებია ვსარგებლობდით ამ. ხო, აი რა მოგცათ ამ პროგრამებმა და რას დავკარგავთ? აი ეს რო იყოს მკაფიოდ გასაგები. დავკარგავთ ძალიან დიდ ბაზარს. დავკარგავთ დაფინანსებებზე და ხელშეწყობ პროგრამებზე ხელმისაწვდომობას. დავკარგავთ ტრენინგებზე და განვითარებაზე. არა ერთი პროექტი გვახსოვს ხო მარტო ეს ხო არის ყოველ გრანტები რომელსაც ისინი რა თქმა უნდა ჩვენ თვითონ მე შემიძლია ჩემი პირადი გამოცდილებით ვისაუბრო. რამდენ პროექტში ვიყავით ჩართული რომელიც და ამ დროს ჩვენი სახელმწიფოდან 0 იყო. ყველგან ვწერდით ყოველთვის განცხადებას და ყოველთვის ვავსებდით ყველანაირ გრანტზე. მაგრამ მხოლოდ ევროკავშირი და USAID-ის პროგრამები იყვნენ ჩვენი მხარდამჭერები. როგორი თანადგომით, როგორი არ ვიცი მე, მთელი გულით იყვნენ ამაში ჩართულები და ჩვენ ამას ვგრძნობდით. ისეთ პროფესიონალურ დონეზე, გამოფენებზე გაყვანა, გაცნობა, დაკავშირება ევროპელ მეწარმეებთან მსგავს ეს ყველაფერი ამის შესაძლებლობა, სერტიფიცირება, მასალების მოყვანა ისეთ ხარისხში, რომელიც არის უვნებელი, რომელიც არის ეკოლოგიურად სუფთა, რომელიც შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. და არ ვიცი მე კიდე უამრავი რამ. არასრული ჩამონათვალი იმის, რაც ჩვენმა დასავლელმა მცირე ჩამონათვალია. მე პირადად წარმოვადგენ ბიზნესს, რომელიც დაფუძნებულია კულტურულ მემკვიდრეობაზე, ხო? ანბანია ჩვენი საწყისი, ჩვენი ბრენდის საფუძველი. და ესეც ბიზნეს საერთოდ არ ვიცი, რო ჩავდიოდით უცხოეთში, იმასაც ვაკვირდებოდით, რომ იდეებით ძალიან მაღალ დონეზე ვართ. ხარისხი გვაკლია ცოტა და წოდნა. აი, ძალიან ცოტა გვჭირდება ხელშეწყობა, რომ ჩვენ გავხდეთ კონკურენტები და საუკეთესო წარმომადგენლები ევროპული ბიზნესის წარმოებლების. და აღფრთოვანებას იწვევს იქ ადამიანი, რომელიც რაღაცას ქმნის, ახალ ნივთს ან ახალ იდეას ან ყველანაირ მსგავს და აქ ყველაფერი პირიქით არის. კი ბატონო. ხო, ძალიან ძიმეა ეს რეალობა, რაზეც გვიწევს ბოლო კვირების განმავლობაში საუბარი და რასაც ვისმენთ ბიზნესისგან, მაგრამ მე მინდა რომ ახლა ცოტა ისეთი დავასრულოთ ჩვენი საუბარი Happy New Year-ზეც იქნებით წარმოდგენილი, როგორც ვიცით, ახლა რეგისტრაციის პერიოდს გადიხართ და მომხმარებელს, რომელსაც
მცირე მეწარმეების პროდუქციის შეძენა შეეძლებათ იმ 300-ივე მეწარმის, რომელმაც უარი თქვა საშობაო ბაზრობებში მონაწილეობის მიღებაზე, იქნებით ერთ-ერთი თქვენს და თქვენი პროდუქცია ახლა რა იქნება წარმოდგენილი ონლაინ პლატფორმაზე და დაინტერესებული იქნება ძალიან ბევრი, დარწმუნებული ვარ, Happy New Year-ზე უნდა შეხვიდეთ, რომ გაეცნოთ მცირე მეწარმეების პროდუქციას და თქვენ რა შესთავაზებთ ამ პლატფორმით მომხმარებლებს? შევთავაზებთ ყველაფერს იმ საუკეთესოს, რასაც ჩვენ ვქნით, დიდი სიყვარულით. როგორც აქსესუარები, ისევე ჭურჭელი და სხვა სახლის დეკორი. კი, ყველაფერი სამწუხაროდ ამ წელმა ამ ეკონომიკურმა მდგომარეობამ არ მოგცა საშუალება, რომ დავამატოთ პროდუქტი ან რამე ახალი გავაჩინოთ. ანუ ის, რასაც ჩვენ ვქნიდით და სამწუხაროდ შემცირებული რაოდენობებით, თუმცა გვაქვს რაღაც ახალი პროდუქტი, რომელიც ვერ ღირსა გაყიდვა, არის ხარისხიანი, ლამაზი და არ ვიცი, მრავალს გაახარებ და მაქსიმალურად არ ვიცი, მე ვეცდებით, რომ გავახაროთ მომხმარებელი, კი არა და ნუ აი ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს გვერდში დაგვიდგებიან, ისევე როგორც ჩვენ დავუდექით საზოგადოებას გვერდში იმ კრიზისული მდგომარეობის გათვალისწინებით, რასაც ახლა ყველას აქვს. ნამდვილად. ამიტომ და ახლა ეს ერთობა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აქ და აი ამ რეალობის წინაშე მდგარი საზოგადოებისთვის. ძალიან დიდი მადლობა ნინა. წარმატება და ბრენდს გაფართოება და განვითარება კრიზისის დაძლევა თავისთავად ყველა ერთად ვართ ამ ყველაფრის წინაშე და იმედი მაქვს, რომ გადაილახება ისე, რომ ბიზნესისთვის რაც შეიძლება ნაკლები ტრავმით დასრულდეს ეს ყველაფერი. მადლობა ნინა სლეპჩენკო, საინის თანადამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად.